გამარჯობა, მოგესალმებით. წინა გადაცემათა ციკლი მიძღვნილი იყო მეფე ერეკლეს მოღვაწეობასთან და მეფე ერეკლე არის ბოლო ქართველი დიდი მეფე, რომელიც დამოუკიდებელ სახელმწიფოს მართლაც და ღირსეულად რაც შეეძლოზე მეტად თავდადებით ემსახურებოდა და ხელმძღვანელობდა და მას შემდეგ საქართველო აღმოჩნდა რუსეთის იმპერიის ფარგლებში და პრინციპში ეს რუსული, ვთქვათ, თემები კავკასიიდან დღემდე არ არის გასული და დღემდე არ არის ეს პროცესი ბოლომდე დამთავრებული და მეცაც ვიტყვი რომ ნორმალური ფორმა ვთქვათ ხო შეიძლება რომ არსებობდეს რაღაცა დიალოგის რეჟიმი მიღწეული ნამდვილად არ არის. შესაბამისად ჩდება კითხვა თუ რასთან ვისთან გვაქვს საქმე. სად აღმოჩნდა მე-19 საუკუნის დასაწყისში საქართველო, რას წარმოადგენდა რუსეთის იმპერია. და ამ კითხვაზე რომ პასუხის გაცემა მეტნაკლებად შეძლოთ, ალბათ თავიდან უნდა გავეცნოთ რუსეთის ანთროპოლოგიას და საწყისებს, როდის გამოჩნდა ეს ხალხი ისტორიები, ვინც დღევანდელ რუსეთში დომინირებენ, სოფლიო ისტორიულ ასპარეზზე, რა ცნობები გვაქვს და როგორ მოხდა მათი განვითარება. პირველი უძველესი ცნობები ზოგადად იმ ტერიტორიაზე, სადაც შემდგომში სლავები ფიქსირდებიან და ცხოვრობდნენ, ეს არის თანამედროვე უკრაინის, დასავლეთ რუსეთისა და ბელორუსიის ტერიტორია, მოეპოვება ჰეროდოტეს. ჰეროდოტემდე რეალურად არავითარი არ წერილობითი წყარო ყოველ შემთხვევაში, სადაც აი ამ ტერიტორიის მკვიდრნი იქნებიან დაფიქსირებული არ არსებობს. ჰეროდოტეს მიხედვით გარკვეულ ნაწილში ცხოვრობენ სკვითები, მაგრამ როგორც დნმ-ის ანალიზი გვაჩვენებს და სხვა ჩვენს რომელი ავტორებიც ეთახვებიან ამას, ეს სკვითური ის ფენომენი, რომელიც თქვა ირანშიც აღიბეჭდებოდა და თქვა ირანულ ვანზე გვაქვს უფრო საუბარი, იგივე ტაციტუს და იორდანეს იდენტურად მიაჩნდა გერმანელების. ანუ ეს უფრო არის რაც ირანულ-გერმანული ფენომენი. სხვა ჩვენს დნმ-ის ანალიზითაც ჩანს რომ მართალია ერთი ჯგუფია, მაგრამ ცოტა განსხვავებული ვიდრე სლავები. სლავური დნმ ყველაზე მეტად ფიქსირდება დღევანდელ დღეს ბელორუსიის ტერიტორიაზე, აღმოსავლეთ პოლონეთში და ჩრდილოეთ უკრაინაში და გარკვეულწილად რუსეთის დასავლეთ რაიონებშიც. სავარაუდოდ, რა თქმა უნდა, ეს ხალხი სწორედ იმ სკვითებთან ერთად დვინის, დნეპრის, დონის მიდამოებში ცხოვრობდნენ. მაგრამ რაც შეეხება დღევანდელი რუსეთის უდიდეს ნაწილს, იქ როგორც ჩვენ უფრო გვიანდელი წყაროებით ვიცით, განსახლებული იყო თქვა ჩრდილოეთ ნაწილში, დამჭრილობაში გულისხმობ თვით მოსკოვსაც, უნგროფინული მოდგმის ხალხი, ეს დასტურდება ყველანაირად, როგორც დნმ-ის ანალიზით, ტოპონიმიკით, იმიტომ რომ მოსკვა, ვოლგა, ოკა და ასე შემდეგ, აბსოლუტურად ეს ფინური ტერმინებია და გარდა ამისა თვითონ თანამედროვე რუსული ენის გრამატიკით, რაზეც კვლევა ქონდა კლუჩევსკის და ეს ცნობილი ოკანიე თქვა მოსკვა რო იწერება და მოსკვას ვამბობ თქვა ტმიაკის ნაკი და ასე შემდეგ, ეს ჩვეულებრივად ფინური ენისთვის დამახასიათებელი ნიშნებია და ესეთი რამ სხვა ინდოევროპულ არიულ ენებს, ანუ როგორც არიან სლავური ენები არ აღბეჭდება და არ აღენიშნება. ესეთ რამეს ვერც ბელორუსულში, ვერც ძველ სლავურში და ვერც უკრაინულში ვერ შეხვდებით. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ის ფენა მოსახლეობისა, რომელიც თქვა მე-12 საუკუნემდე ცხოვრობდა რუსეთის ჩრდილოეთ ნაწილებში, გენეტიკურად დღემდე შენარჩუნებული. რაც შეეხება სამხრეთ ნაწილებს, ცოტა უფრო მოგვიანებით, რა თქმა უნდა, ჰეროდოტეს მერე, ჩვენ აქ ხედავთ თურქმენულ-მონღოლოიდური მოდგმის ხალხს უფრო, იმიტომ რომ ვიცით, რომ ხაზარებს ხედავთ, ავარებს ხედავთ, ხუნებს ხედავთ, უფრო ადრე, იგივე თქვა შემდგომში პაჭანიკებს, ყიფჩაღებს და შესაბამისად ეს ფენაც აღბეჭდილია და დღევანდელ დღესაც ფიქსირდება. საკუთრივ სლავური მოსახლეობა, როგორც თქვით, ცხოვრობდა უკრაინა-ბელორუსიის ტერიტორიაზე, ჰეროდოტეს მიხედვით, ის სკვითებსა და მათ სხვა მონათესავე ტომებს ასახელებს, მაგრამ ერთი რამ ხდება თვალში. ხაზგასმით კატეგორიულად და არაერთგზის, მათ შორის როცა დარიოსის ლაშქრობები აღწერილი და სხვა ადგილებშიც, ჰეროდოტე ამბობს, რომ სკვითების აღმოსავლეთით, სკვითების ჩრდილო-აღმოსავლეთით, აი თანამედროვე დონის პირეთში და ჩრდილოეთით ცხოვრებნი არიან ანდროპაგები.
პირდაპირ ანთროპაგი რო თანამედროვე ტერმინით განმარტო ნიშნავს კანიბალებს. და ისინი ცხოვრობენ ანთროპაგულად, ან პირდაპირ ასახელებს, რომ იქ ცხოვრობენ ადამიანები ეწევიან კანიბალებს. სხვა შორის ერთი რამაა საინტერესო, რომ თელს ევროპულ, ასე ვთქვათ, მითოლოგიაში და ზღაპრებში ვამპირის, ასე ვთქვათ, ფენომენი მარტო რუსულ ზღაპრებმა და რუსულმა მითოლოგიამ შეინარჩუნა მძლავრა და როგორც ეთქობა, ის ხალხი, ვინც ცხოვრობდა 25 საუკუნის წინ თანამედროვე რუსეთის ტერიტორიაზე, იმიტომ რომ როცა ამ ტერიტორიაზე საუბრობს ეროდოტე ამბობს, სწორედ ანთროპაგებს სამწუხაროდ როგორც ჩანს მიდრეკილნი იყვნენ კანიბალიზმისკენ. სხვაგვარად წარმოუდგენელია ეროდოტეს ამ მტკიცებულების ახსნა. მეტი არაფერი არ ვიცი, თუმცა ვერანაირად ვერ ვიტყვით, რომ ესენი გინდა თუ არა სლავები იყვნენ. შეიძლება უფრო რეალურია, ეს რაღაც ფინური ჯგუფი ყოფილიყო, რომელსაც მერე აერევა სლავები. მაგრამ ეს ფინური ჯგუფი, როგორც თქვითო, ნებავთ ასე ვთქვათ, თათრულ თურქმენულ მონღოლოიდური ჯგუფები, რომელიც იქ სახლობდა, არსად არ გამკრალა, უბრალოდ მათი ასიმილაცია და ასე ვთქვათ, შეერთება მოხდა შემდგომში გადასახლებულ სლავებთან. ამის შემდეგ უკვე ჩვენ სლავებზე რა ინფორმაციებიც გვაქვს და უпроსწორად და მართალი ვიქნები, რომ თანამედროვე, ვთქვათ, თუნდაც უკრაინის ტერიტორიაზე მცხოვრებ ადამიანებზე ჩვენ ვიცით, რომ მოუწყაროებიდან რომ აქ ცხოვრობდნენ იგივე გუთები, ვანდალები, რომლებიც ახლა ვიცით გერმანული ტომებია. მაგრამ უკვე ქრისტეს შობის შემდეგ პირველად მე-6-მე-7-მე საუკუნეში ესეთი ტერმინების სლავის, სკლავის ფიქსირება ხდება ევროპულ წყაროებში. და რას ვაკვირდებით? კარლოს დიდის პერიოდში, ეს არის მოგახსენებათ მე-8 საუკუნის მიწურული მე-9 საუკუნის დასაწყისი, სლავი გერმანელებთან ენობრივად წარმოშობით ძალიან ახლო ტომებად არის განხილული, იმიტომ რომ თვითონ კარლოს დიდის ისტორიკოსი წერს, რომ ჩვენ გავაქრისტიანეთ სლავები და რაც აქ აღწერილ თქვა დასავლეთ სლავების განსახლება ეს თანამედროვე აღმოსავლეთ გერმანიაა. რომ ელბის აღმოსავლეთით სლავები ცხოვრობენ. მაგრამ ნახეთ რა არის ეს ტერმინი უკვე კარლოს დიდის პერიოდიდან გაიგივებულია, რაც გერმანელების გავს ხალხთან სლავი, on მონის აღნიშნულთან. ჩვენ კარგად ვიცით, რომ სლავა დიდებას ნიშნავს და თავის თავს როგორც ეთყობა დიდებულებს უწოდებდნენ. მაგრამ სხვა ევროპელი ტომებისთვის აღიქმებოდა როგორც მონები და მონებად. იმიტომ რომ დღევანდელ ინგლისურშიც კი გერმანულშიც slaves, ასევე ძველად სკლავ პირდაპირ ნიშნავს მონას. ეს ფაქტია და ამას ვერ გავექცევით. და სხვა შორის აი შუა საუკუნეების ყველა მკვლევარი ისე ასახსნის ევროპელ მკვლევარებს ვიძახით, რომ ძალიან იოლად ვარდებოდნენ მონებად, თქვათ ჯერ კარლოს დიდის, ასე ვთქვათ, მებრძოლების ხელში და შემდგომ უკვე საღვთო რომის იმპერია, როცა ჩამოყალიბდა საღვთო რომის იმპერიაში, ხშირად ხდებოდნენ მონის სტატუსით. აი ზუსტად კარლოს დიდიდან არ არის დიდი დრო გასული, როდესაც ამ სლავები დასახლებულ ტერიტორიაზე ჩნდება პირველად ეგეთი ფენომენი როსი. 2014 წელს ჩატარებულმა კვლევებმა რა აჩვენა, დნმ-ის კვლევებმა. აჩვენა, რომ დღემდე დარჩენილი რიურიკოვიჩები, ანუ რუსეთის ძველი დინასტიის თავმოვლების უდიდესი პროცენტი ატარებს აბსოლუტურად იდენტურ დნმ-ს. ეს დნმ-ი არის სკანდინავიური და ამ დნმ-ის აკვანი არის თანამედროვე შვედეთის დედაქალაქის უახლოესი რეგიონი, რომელსაც დღესაც როსლანდი ქვია. ანუ როსების მიწა ეწოდება დღევანდელ დღესაც ქართულად რო ვთქვათ. და იქ მცხოვრები ადამიანები თავს დიახაც მიიჩნევენ როსებად. ასევე აღმოჩნდა მოგეხსენებათ ისლანდიური, ასე ვთქვათ, საგები, ისლანდიაში უпроსოდ ვიკინგური საგები და ბევრი რამაც ზღაპარი გვაგონა, მათ შორის ვთქვათ ვიკინგები საქართველოში ლაშქრობა აბსოლუტურად დადასტურდა იქ იმ საგებით და ასევე დასტურდება იგივე რივურიკის არსებობა და ისიც რომ დიახაც კონკრეტული შვედური ტომი და ამ საგების მიხედვით ზუსტად ესე გამოდის, რომ ანუ შვედეთიდან უნდა ყოფილიყვნენ მოსულები, ჯერ თანამედროვე ვთქვათ ბალტიისპირეთის სიახლოვეს ლადოგის ტბის სანაპიროზე ჩაუდგებიან სათავეში გარკვეულ იქ მცხოვრებ ტომებს, რომლებიც შეიძლება იყვნენ ფინურიც და სლავურიც და შემდგომში მათი გადანაცვლება ხდება დნეპრზე, ასე ისე დიდი ხნის მერე, ეს მე-9 საუკუნეა და იქ იბადება ეგრეთ წოდებული კიევის სამთავრო.
მოკლედ კიევის სამთავრო სხვათა შორის აი ამ პერიოდში კიევის რუსეთი და კიევის სამთავრო ეს საბჭოთა ისტორიკოსების მოგონილი ფრაზაა რეალურად. მე-19-ში დაიწყო მცდელობა, რომ თქვათ მოსკოვური რუსეთი გაემიჯნათ ძველი რუსეთისაგან და უწოდეს კიევის რუსეთიღა. ვერცე წყაროში მათ შორის ნესტორის მატიანეში ესეთი ფრაზა კიევის რუსეთი უბრალოდ არ არსებობს. არსებობს ხოლმე ტერმინი რუსი. მაგრამ იგივე ნესტორის მატიანი მიიჩნევს, რომ რუსი მოსული ვიკინგების სახელწოდებაა. მხოლოდ რიურიკი კი არ მოდის, ის მოდის თავისი დრუჟინით, ანუ საკმაოდ დიდი რაოდენობის, ეგ რამდენიმე 1000-ობით ვიკინგზია საუბარი, რომლებიც ძირითადად იყვნენ სამხედრო საქმით დაკავებულები. ხოლო სლავური ქვედაფენა ეს დრევლიანები, პოლიანები თუ სხვა ტომები ჩვეულებრივ დამორჩილებაში აღმოჩნდნენ და უხდიდნენ ამ ვიკინგებს მუდმივად გადასახადს. ეს როსში ვიკინგები ხვდება ჩვენ უკვე ბიზანტიურ წყაროებში ზუსტად ამ პერიოდის, როდესაც კონსტანტინოპოლზე თავდასხმას ახორციელებენ, ანუ ეს ხდება მე-9 საუკუნეში ნაწილობრივ მე-10-შიც და კარგად ვიცით, რომ ეს ბერძნული ცეცხლის გამოყენებით ნადგურდებიან, მაგრამ უკვე ტერმინი ბიზანტიურ წყაროებში როსისა ჩვენ აი ამ პერიოდიდან მე-9 საუკუნიდან უკვე გვაქვს. და ამის შემდეგ ეს ტერმინი არ ქრება. მოკლედ ფაქტია და შემდგარი ფაქტია ერთი რამ, რომ მე-9 საუკუნეში დაიბადა რიურიკოვიჩების, როგორც რუსულ წყაროებშია მეთაურობით, ესეთი სახელმწიფო, რომელსაც მოდით ჩვენც უწოდოთ, რომ გავმიჯნოთ, ეგრეთ წოდებული კიევის რუსეთი. თუმცა ვიმეორებ, ამას უბრალოდ მაშინ მარტო რუსი ერქვა. და ამ რუსში, ეგრეთ წოდებულ კიევის რუსეთში იგულისხმებოდა შემდეგი მიწები. ეს არის დღევანდელი უკრაინის დიდი ნაწილი, გარკვეულწილად აი ყირიმზეც კი იყო გავლენებით მუტარაკანის ერთგვარი სამთავროც არსებობდა. მიუხედავად იმისა, რომ ქართული წყაროები არანაირად არ აღიარებდა თქვა ამას, არავითარ სლავურ ან ვიკინგურ სივრცე და ქართულ წყაროებში ზუსტად მე-9 საუკუნეებში და მერეც მონღოლებამდე ყირიმს გუთია ეწოდებოდა და გუთა ეპისკოპოსი და ანუ ეს იქ ისტორიულად ვინც იყო ძირძველი მოსახლეობა გერმანული ტომების გუთების, ასე იცნობდა თქვა ქართული წყაროს და სხვა შორის ბიზანტიური წყაროებიც. მაგრამ გვაქვს მინიშნება, რომ იქაც კი არის გადასვლა თქვა ამ ვიკინგური მოსახლეობის. აღარაფერს ვამბობ, რომ მთლიანად მათ ხელში არის ბელორუსი თანამედროვე მთლიანად და თანამედროვე რუსეთის ფედერაციის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილი. ანუ ჩვენ ახლა რასაც ვეძახით თქვა ლენინგრადის ოლქი რო ქვია, ანუ ქალაქი პეტერბურგი და მინდიბანარე დღესაც ლენინგრადის ოლქად ასე თქვა მოიხსენიებენ, ლადოგისპირეთი, ნუ სმოლენსკი და ან უკრაინას და ბელორუსს რაც ემიჯნება არც თუ ისე დაშორებული საზღვართან აი ეს ტერიტორიები. ეს იყო რუსი მე-9 საუკუნის მიწურული, მე-10 საუკუნე, მე-11 საუკუნე და მე-12 საუკუნის შუა პერიოდამდე. უფრო აღმოსავლეთით ის ჯერ არ ვრცელდებოდა. ახლა აქ ცენტრალიზებულობაზე ლაპარაკი ზედმეტია, უბრალოდ მთავრებს ირჩევდნენ არა ვთქვათ იმ ნიშნით, რომ ვინ იყო ან ღირსეული ან მამიდაშვილზე გადადიოდა, უბრალოდ ასაკით ვინ იყო უფროსი საგვარეულოში. და ახლა თავად განსაჯეთ, როგორი ვთქვათ მოუწესრიგებლობა იქნებოდა და გაუთავებელი შიდა დაპირისპირება. ეს ჩვეულებრივი ვიკინგური სამყაროა, ანუ რა ხდება ვთქვათ ამ პერიოდის რუსეთში, ვიკინგებზე სერიალი რო გამოდიოდა, ვთქვათ, აი იმას რო შეხედოთ, ჩავთვალოთ, რომ იდენტური სიტუაციაა, ვთქვათ, აქაც. 988 წელს ერთ-ერთი ვიკინგური წარმოშობის თავი, რომელსაც სხვა შორის ქვია უკვე პირველი სლავური სახე, უბრალოდ მანამდეც ხდება სვიატოსლავი, მაგრამ რასაც ქვია პირველ თავიდან არის წმინდა ვიკინგური სახელები, ოლგა, ოლეგი, ოლეხი, იგორი, იხარი, რიურიკი და ასე შემდეგ, მაგრამ უკვე ჩდება მართლაც მე-10 საუკუნეში სლავურ სახელი ვლადიმირი. და ვლადიმირ ლამაზზე ესეთი ზეწოდება ქონდა 988 წელს ოფიციალური რუსული წყაროებით აკრისტიანებს რუსეთს. ხე ერთი სიტყვით ამ წყაროებსაც შევეხები, რომ ეს წყაროები არის ვერანაირად ვერ იქნება მე-12 საუკუნის მიწურულზე უფრო ადრინდელი. არის მე-13-ესი სავარაუდოდ, თუმცა ხანძარები გვაქვს მე-14, მე-16 საუკუნეების და აქედან გამომდინარე იქ თარიღების სიზუსტეზე ლაპარაკი და ალბათ ცოტა არასერიოზულია, იმიტომ რომ სხვა წყაროებით ამ ყოველივეს გადასწორება ძალიან გვიჭირს. და აი რა ხდება? ქრისტიანდება კიევი, ქრისტიანდება ეს რუსის სამთავრო. და
მოდით ვთქვათ, რომ ენობრივად ის ნამდვილად სლავურია. ნამდვილად სლავური. სხვა შორის ესეც ვიკინგებისთვის ძალიან დამახასიათებელია, იმიტომ რომ ვიკინგები მიდიან ჩრდილოეთ საფრანგეთის ტერიტორიაზე და ძალიან იქ აყალიბებენ ნორმანდიის სახელმწიფოს და ძალზედ სწრაფად მალე ისინი ხდებიან ფრანგულენოვანი. სამხრეთ იტალიაში მიდიან, თქვათ, სიცილიაში ფერს იკიდებენ და ხდებიან ლათინურენოვანი და იტალიურენოვანი. ბიზანტიაში მოდიან და ბერძნულენოვანი. ეს მათი თვისება. სადაც მიდიან იქაურ ქუდს იხურავენ. ის კი არა შოტლანდიაში მიდიან და შოტლანდიურენოვანი ხდებიან. თქვა და ხა არის ვერსია, რომ სტიუარტები შეიძლება ეგენიც კი ვიკინგური წარმოშობის იყოს. ძალიან დიდი პროცენტი იყო სხვა შორის ევროპულ არისტოკრატიაში. ვიკინგური ფენომენი და სხვა შორის ჯვაროსანთა შორისაც ასე რომ აქ არაფერი გასაკვირი არ ეხა. ვიკინგებზე არ ვიმჟელებთ, უბრალოდ არის ვიკინგური პერიოდი რუსეთის ისტორიაში ცალსახად. ეს არის მე-9, მე-10, მე-11, მე-12 საუკუნე. მაგრამ მე-12 საუკუნის შუა პერიოდში ერთ-ერთი თავრის შვილი, ანუ როგორც თქვი, ეს თავრები ხან ერთია, ხან მეორეა, გვარში უფროსი ირჩევენ. ერთ-ერთი ესეთი იყო ვლადიმერ მონომახი. ახლა ეს მონომახის კუდი კიდე ცალკე გასარჩევია, იმიტომ რომ ეს აშკარად მონღოლების კუდია და არანაირად არ შეიძლება ეგრეთ წოდებული მონომახის კუდი იყოს ბიზანტიური კუდი, იმიტომ რომ კონსტანტინოპოლში ანალოგიური დათბუნული კუდი კაცმა რო თავზე დაიხუროს, ალბათ ტვინის ანთება დაემართება ძალიან სწრაფად და ცით კუდებს ვერ გადაურჩება, გამორიცხულია, მოკლედ ეს დადგენილია, მითია რომ ეს მონომახის კუდი და იმპერატორმა გამოუგზავნა თვითონ კონსტანტინე მონომახი იყო ძალიან დაბიო წარმოშობის, ზოიას ერთ-ერთი ქმარი და მის ნათესაობაზე კიდე საუბარი და შესწავლა ბიზანტიური წყაროებითაც ჭირს. და რომ შესაძლოა იყო რაღაცა ნათესავი დედით კიევის თავარი. კი ბატონო, ვიკინგებთან ხდებოდა და ნათესავება, მაგრამ ეს ბევრს არაფერს არ ნიშნავდა. მისი შთამომავალი შვილი იური დოლგორუკი, რომელიც აი ფინელებით დასახლებული ტერიტორიის ათვისებას იწყებს. და იქ ერთ-ერთ სოფელს, ფინურ სოფელს, სახელად მოსკოვს, რომელიც ტერმინს ფინურია და მოსახლეობაც ფინურია, შემოარტყავს კედელს, ხის კედელს, კრემს და აი მოსკოვის ისტორია 1147 წლიდან იწყება. ხა კითხავს და მაყურებელს გავახსენოთ, ეს ის პერიოდია, როდესაც დავით აღმაშენებელი უკვე 22 წელს გარდაცვლილია. როდესაც პირველად, ასე ვთქვათ, რაც არც თუ მაღალი განვითარების, მაგრამ თუნდაც ვიკინგურ სლავურენოვანი ვიკინგური ცივილიზაცია მიაღწევს იმ ადგილამდე, რასაც ეწოდებოდა მოსკოვი. მაგრამ ძალიან მალე ჯერ იური თვითონ. მერე მისი შვილი ანდრია ბოგოლოვსკი, სხვა შვილებიც, რომელთა ჩამოთვლაც შორს წაგვიყვანს, იმიტომ რომ იქ ერთმანეთს ენაცვლებოდნენ და მრავალი შვილი ყავდა. უბრალოდ ყველაზე ცნობილი იყო ეს ანდრია ბოგოლოვსკი, სხვა შორის თამარ მეფის ქმრის, პირველი ქმრის მამა და ვსევოლოდ დიდბუდე. მათ შორის იყო მამა-შვილის შორის, ასაკი შეიძლება იყოს 15 წელზე დიდი ძმებს. და უფრო პატარა ძმებიც ყავდა და უფრო დიდი ძმებიც და ასე შემდეგ, მაგრამ ეს ორი ყველაზე ცნობილი პერსონაა, იწყებენ ამ ფინური ტერიტორიის ათვისებას. ანუ, რასაც შემდგომში მოსკოვია უნდა დაერქვას და მაშინ დაერქმება ვლადიმერ სუზდალის სამთავრო. მე-12 საუკუნის მიწურულიდან ჩნდება ესეთი ვლადიმერ სუზდალის სამთავრო, რომლის ტერიტორია მთლიანად თანამედროვე რუსეთის, ასე ვთქვათ, ევროპულ ნაწილშია მოქცეული და მისი ტერიტორიას არ აქვს შეხება, არ მოიცავს არც ბელორუსს და არც უკრაინის ტერიტორიას. თუმცა, რა თქმა უნდა, დიდ მთავრად მათ შორის აი აქ ვლადიმერ სუზდალში გადასულ რიურიკოვიჩებში თითულებიან კიევის დიდი მთავრები. და ეს პროცესი გრძელდება მე-13 საუკუნის 30-იან წლებამდე, როდესაც ჯერ არის ცნობილი კალკასთან ბრძოლა, პირველი გამოჩენა მონღოლების, როდესაც ჯებენ და სუბოდაიმ ჩვენთან იომეს და მე დარუბანდის გზით გავიდნენ ჩრდილოეთ კავკასიაში და შემდეგ არის უკვე ეს ცნობილი ბათო ყაენის ლაშქრობა. ჩვენ ვიცით რომ 30-დან 42 წლამდე მან ევროპისკენაც ილაშქრა. აი სწორედ ამ პროცესში ხდება უკვე ძალიან მჭიდრო შეხება რუსულ სამყაროსა და მონღოლებს შორის. და აი პირველად აქ იმიჯნება ორ ნაწილად იყოფა ორი რუსული სამყარო. რა ხდება? 1228-42 წლები ეს არის ყველაზე ძაფრი პროცესი რუსული სივრცის ოკუპაციის მონღოლების მხრიდან. ეს არის რა როცა ბათო ყაენი და არა მარტო ბათო ყაენი, ჩინგის ყაენის არაერთი შთამომავალი ერთად იბრძვის ამ ტერიტორიას. და როგორც თქვით,
ბალკანეთამდეც კი გადიან, მაგრამ იქ არ ემკვიდრდებიან და მე უკვე ბრუნდებიან. და საბოლოო ჯამში თანამედროვე რუსეთის ტერიტორიაზე ჩამოაყალიბებენ ოქროს ურდოსი. და ფაქტობრივად განელი რუსეთის ფედერაციის ტერიტორია მთლიანად იყო პერიოდი, რომ წარმოადგენდა მონღოლურ სახელმწიფოს, ანუ 1240 წლიდან 1480 წლამდე ეს იყო ეგრეთ წოდებული ოქროს ურდო. დედაქალაქი მდებარეობდა ვოლგაზე, ხო, სარაიბერქე შემდგომში. და აი აქ ვაწყდებით რას? ის ზუსტად ამ პროცესში ორად იყოფა რუსული სივრცე. მოკლედ გარკვეული ნაწილი მთავრობისა თავს იყრის კიევში, არ ნებდება მონღოლებს და რამდენიმე თვის განმავლობაში ძალზედ სისხლისღვრელ ბრძოლებს აწარმოებს მონღოლების წინააღმდეგ და არიან ალიანსში კათოლიკურ სამყაროსთან, იგივე თქვა უნგრეთის მეფე ბელა მათ დახმარებას აპირებს, მართალად თვითონაც მარცხდება, მაგრამ ფაქტია, რომ ეს იგი კიევი არის ალიანსში ევროპელებთან და ებრძვის მონღოლებს. ზუსტად ამის პარალელურად ვლადიმირის სამთავრო, რომლის სათავეში სევოლოდოს დიდბუდის ვაჟი იაროსლავი და მისი შვილები არიან, მათ შორის ალექსანდრე ნეველი, ურიგდებიან მონღოლებს, კისულობენ ხალხს, ეხმარებიან, ემსახურებიან და ებრძვიან ჯვაროსნებს, კათოლიკეებს, ევროპულ სამყაროს. ეს ცნობილი თქვათ ჩუდის ტბასთან ეგრეთ წოდებული ბრძოლა ალექსანდრე ნეველის 1252 წელს. ხა თქვათ ევროპული წყაროებითა და იგივე ჯვაროსნული ტევტონური ქრონიკით ეს იყო რაღაცა პატარა შეტაკება, სადაც დაიღუპა მხოლოდ 26 ჯვაროსანი. მართლაც ყველანაირმა არქეოლოგიურმა გათხრამ დაადასტურა, რომ არავითარი სერიოზული ბრძოლა არ შეიძლება მომხდარიყო 1252 წელს, იმიტომ რომ არც ტბის ფსკერზე, არც ანაპიროზე აბსოლუტურად არანაირი ნაშთი სერიოზული შეტაკების არ არის. თუ საერთოდ არავითარი ბრძოლის ნაშთი არ არის დარჩენილი და ხა 26 დაღუპულ თანამებრძოლს რამენაირად ტევტონები გადაასვენებდნენ, ცხადია. მაგრამ ის რომ იქ თქვა და არმია განადგურებოდათ, თქვა მონაწილეობა მიიღო ათასობით ადამიანს, ეს სისულელეა. ეს იყო პატარა რაღაც ავაზაკური ბანდიტური თუ რაღაცა, პატარა ჯგუფების თავდასხმა ერთმანეთთან და არავითარი სერიოზული, მაგრამ პრინციპია მთავარი. ვლადიმირის სამთავრო არის ქვეშევრდომი ყმა მონა მონღოლების პარტნიორი და ებრძვის ევროპას. კიევი არ ნებდება მონღოლებს, ებრძვის მონღოლებს და მეგობრობს ევროპასთან. აი პირველი ზღვა ეს ხდება ზუსტად პარალელურად. იმ დროს, როდესაც კიევს იცავენ, თქვა, იქ ადგილობრივი სლავები თუ მათი მეტაური ვიკინგური წარმოშობის რიურიკოვიჩები, მიხეილ თუ სხვა ბევრი, არაერთი. ამ დროს ვლადიმირის მთავრები ზუსტად იმ ხალხს ებრძვიან, ვინც კიევის პარტნიორია და ზუსტად იმ ხალხს ეხმარებიან, ვინც კიევის მტერია. ეს ფაქტია 1240-1252 წლები. შესაბამისად უეჭველი იყო, რომ ამ მომენტიდან, აი ამ წამიდან უკვე მოდი ვთქვათ ვლადიმირის სამყაროს, რომელიც ძალიან მალე გადაიქცევა უკვე მე-15 საუკუნის დასაწყისისთვის მოსკოვის სამყაროთ, იმიტომ რომ ვლადიმირის მთავრების ერთი შტო, სწორედაც რომ ალექსანდრე ნეველის ვაჟი და მერე მის შვილები დამკვიდრებიან ქალაქ მოსკოვში და ვლადიმირის დიდი მთავრის ტიტულს ისინი მიიღებენ ხოლმე მოსკოვის მთავრები, ეს არის მონღოლეთის ნაწილი და პრაქტიკულად ერთი სანოიონოთი. სხვაჩვენს აი რომ აღურებას შევახსენებთ, რომ მონღოლებში სარდალს გმირს უფრო ბაღათური ერქვა. ნოიონი იყო ამა თუ იმ ესეთი ტერიტორიის მართველი, რომელიც იგივე ნოინი ქართული წყაროებით, რომელიც აღმოჩნდა ჩინგისხანის სახელმწიფოში და შემდგომშიც, როცა მონღოლებთან დაქვემდებარებაში, რომელიმე თქვათ, სხვა დინასტიის ქონე ქვეყანა აღმოჩნდებოდა, მონღოლების აქმით ისინი ნოიონები იყვნენ. და რეალურად 1480 წლამდე ესეთი მოსკოვის დიდი სამთავრო თუ მანამდელი ვლადიმირის დიდი სამთავრო ეს იყო ერთ-ერთი მონღოლური, ასე ვთქვათ, ავტონომიაც კი არა, პროვინცია, რომელიც უბრალოდ რელიგიურად არ იყო არც წარმართი თავდაპირველად და მერე როცა მონღოლები გამოსულმანდნენ, არც მუსულმანური. და გარკვეულწილად ქრისტიანობას
რომელიც მე-10 საუკუნის ბოლოს გავრცელდა სლავთა შორის, აღმოსავლეთ სლავთა შორის, სხვა შორის ევროპელთა შორის ერთ-ერთი ყველაზე ბოლონი იყვნენ, სადაც ქრისტიანობა გავრცელდა თუ არ ჩავთვლით ბალტიის პირელებს, ისინი უფრო გვიან გაქრისტიანდნენ კიდევ და ფინურ ტომებს, ეს იყო მოსკოვი. და თორემ სხვაგვარად პოლიტიკურად, სამართლებრივად, მეცაც ვიტყვი გარკვეულწილად კანონმდებლობითაც მონღოლური სივრცის ნაწილად გადაიქცა. ხოლო მეორე ნაწილი კიევი უკვე 1300 წლისთვის სრულიად გამოდის მონღოლების გავლენისაგან. კი ბატონო, მანამდე მონღოლები ხალხს იღებდნენ, არბევდნენ, მაგრამ ანუ იმ ბრძოლიდან რაღაც 50-60 წლის თავზე როგორც ჩანს, უკვე ევროპული წყაროებიდანაც გამოსულია, მაგრამ კიევი კი არ წინაურდება ყველაზე მეტად უკვე ეს მონღოლების 1240 წლის ომის შედეგად დანგრეული, არამედ ეგრეთ წოდებული გალიჩის სამთავრო, გალიჩ-ვოლინის სამთავრო, რომელსაც შემდგომდროინდელი ევროპელები უფრო იცნობდნენ გალიციის სახელით. ეს ეგრეთ წოდებული დასავლეთ უკრაინა, რომელიც სხვათა შორის არასოდეს არ შედიოდა მერე რუსეთის იმპერიაში და მხოლოდ 1929 წელს შემოიერთა სტალინმა. ეს ცნობილი პოლონეთის გაყოფის შემდეგ, ხო? ლვოვი და მიმდებარე ტერიტორია იყო ხან შეიძლება პოლონეთის, ხან ლიტვის სამთავროს ხელში, ხან საღვთო რომის იმპერიის, მაგრამ არა რუსეთის. და აი ეგ ტერიტორია იყო სწორედ ეს გალიჩ-ვოლინის ყოფილი სამთავრო და პირველად ევროპულ წყაროებში რუსეთის სამეფო სწორედ მე-13 საუკუნეში, აი იმ დროს, როდესაც მონღოლებს დაემორჩილა ვლადიმირის სამთავრო და ანუ თავის მოსკოვით, ზუსტად იმ პერიოდში ცხადდება დამოუკიდებელ სამეფოდ კოროლის ტიტულით, რომის პაპიც და ევროპელი მონარქებიც დიახად ცნობენ ესეთ რა ქვია, როსის კოროლის ტიტულს. ამ ტიტულით, ანუ რუსების მეფის ტიტულს იღებენ გალიჩ-ვოლინის მთავრები, გვარ რა თქმა უნდა ისინი რიურიკოვიჩები. ეს ერთ-ერთი განშტოება, იგივე შტოსი, რასაც იგივე ალექსანდრე ნეველი წარმოადგენდა, მაგრამ აბსოლუტურად სხვა მიმართულებით მიდიან დამოუკიდებლობისკენ და მიდიან ევროპისკენ. და კიევიც თავისთავად ცხადია და დანარჩენი უკრაინული მიწების დიდი ნაწილი მე-13 საუკუნის მიწურულს სწორედ აი ამ სივრცეში ხდება, ამ რუსეთის სამეფოს კოროლს, როგორც უწევ კარალევსტვას, ანუ სამეფოს ფარგლებში ექცევა და ძალიან მალე დინასტიური ქორწინებით აქ სათავეში მოდის ახალი დინასტია, ანუ ქალის მხრიდან გადმოდის, ეს არის გედიმინოვიჩების ლიტვური დინასტია. კიევიც თავისთავად ცხადია და დანარჩენი უკრაინული მიწების დიდი ნაწილი მე-13 საუკუნის მიწურულს სწორედ აი ამ სივრცეში ხდება, ამ რუსეთის სამეფოს კოროლს, როგორც უწევ კარალევსტვას, ანუ სამეფოს ფარგლებში ექცევა და ძალიან მალე დინასტიური ქორწინებით აქ სათავეში მოდის ახალი დინასტია, ანუ ქალის მხრიდან გადმოდის, ეს არის გედიმინოვიჩების ლიტვური დინასტია. ძალიან საინტერესო რა არის, იცით? აი ძალიან სერიოზულად არის ჯერ მე-19 საუკუნის, თქვა, ფსევდოპატრიოტ სლავურ სამყაროს გულისხმობ პირველ რიგში ისტორიკოსთა მიერ, მე-20 საუკუნის პოლიტიკურად მოტივირებული ისტორიკოსთა მიერ ტერმინები არეული. მაგალითად, ჩვენ ვიცით გედიმინოვიჩების გვარი, რომლებიც იყო ლიტვის დიდი სამთავროს გვარი. და ნახეთ რა არის ყველაზე საინტერესო. რომ გედიმინოვიჩები გენეტიკურად დნმ-ით სხვათა შორის ძალიან ახლოს არიან ვიკინგურ დნმ-თან. მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს ამ შემთხვევაში. ეს გედიმინოვიჩები, რომელთაც თავმავალი გვარებს სხვათა შორის რუსთა შორის არის იგივე გოლიცინები, ტრუბეცკოები, ანუ ეს ნაწილი მარტო პოლონურ სივრცეშიც აღმოჩნდებიან, ლიტვურშიც, ბელორუსულშიც, მაგრამ რუსულშიც, უშუალოდ გედიმინი რასაც წარმოადგენდა, ის დაბადებული არ იყო თანამედროვე და არც გაზრდილი და არ წარმოშობით არ იყო თანამედროვე ლიტვის ტერიტორიიდან. ის იყო თანამედროვე ბელორუსიის მკვიდრი. ეს ერთი. ნოვოგოროდნევკა იყო ლიტვის მაშინდელი სამთავროს დედაქალაქი, ბელორუსული, ანუ სოფელი და მაშინ ასე ვთქვათ ქალაქი. ეს ერთი. მეორე. მათი ენა არასოდეს არ ყოფილა ლიტვური ენა, სახელმწიფო ენა. მათი ენა იყო სტარასლავიანსკის
ბელორუსული დიალექტი, რეალურად ბელორუსული ენა, რომელიც ახლა შეიძლება დღეს ბელორუსშიც არ იციან, მაგრამ არსებობს ესეთი ენა, ხო? და სწორედ ეს იყო ლიტველების, მაშინდელ ლიტველების ენა. ტერმინი ლიტვა რა ტერიტორიაზეც ვრცელდებოდა, ეს ტერიტორია არის ფაქტობრივად ერთ-ერთი, ანუ გულისხმობ მე-14, მე-15, მე-16 საუკუნეების თანამედროვე ბელორუსი. ხოლო თანამედროვე ლიეტვია რაც არის, იმას ჟემაიტია ეწოდება. და გედიმინოვიჩებს უცებ ჟემაიტიის დამორჩილება. და სწორედ ჟემაიტები საუბრობენ იმ ენაზე, რასაც დღეს ლიტვური. ანუ რა მოხდა, როგორც ეთქობა, რუსეთის იმპერიულ ამბიციებს რო აწყობდათ, გააჩინეს, მოიგონეს ტერმინი ბელორუსი, იმათ რასაც ერქვა და ვისაც ერქვა ლიტველები რეალურად დაარქვეს ბელორუსი, ხოლო იმათ ჟემაიტები რასაც ერქვა, იმაზე გავრცელდა ტერმინი ლიტველი. ეს მე როგორც ეთქობა ჟემაიტებსაც აწყობდათ, იმიტომ რომ ხა ლიტვის დიდი სამთავრო იყო სამთავრო, რომელიც მოიცავდა ბალტიისპირეთის სერიოზულ ნაწილსაც, ტევტონების და ლივონიის ორდენის ხელში არ იყო. სწორედ მათ ხელში არის მოქცეული ლიტვა საკუთრივ. მთელი ბელორუსი თავის დაუწყადია უკრაინა ფაქტობრივად მთლიანად, ნუ გარდა იმისა, რაც მე მონღოლების ხელში არ იყო, თქვა ზღვის სანაპიროს თუ არ ჩათვლით, მთლიანად მათ ხელშია. ჩერნიგოვის, აი თანამედროვე ჩერნიგოვის გუბერნიების და პოლტავების ჩათვლით და გარდა მაგისა, როგორც წესი სმოლენსკი და ბრიანსკი, დასავლეთ რუსული მიწები. ეს ძალიან სერიოზული სამთავროა. შემდგომში ეს ლიტვის დიდი მთავრები პოლონეთის მეფეები ხდებიან. მაგრამ ამოსავალი წერტილი რა არის და ამოსავალი საქმე რა არის, რომ თავდაპირველად თვითონ ეს მმართველი დინასტია წარმართულია, გაბატონებული მოსახლეობა უდიდესი ნაწილი არის მართლმადიდებელი და ენა არის სლავური, სტარასლავიანსკის ბელორუსული დიალექტი. ანუ ლიტვის დიდი სამთავრო აი თანამედროვე ტერმინებით რო ვისაუბროთ, თავისუფლად შეგვიძლია გამოაცხადოთ ბელორუსის დიდ სამთავროდ ან ბელორუსულ უკრაინულ დიდ სამთავროდ, სადაც ჟემაიტები ძალიან პატარა როლს თამაშობენ. მაგრამ როდესაც მოხდება გაერთიანება უკვე პოლონეთთან ამ დინასტიური კავშირების გამო, აი ეგ წარმოიშვება რელიგიური მომენტი, საკუთრივ აი დღეს ვისაც ლიტველები ქვია და ჟემაიტები ვისაც ერქვა მაშინ, ხდებიან კათოლიკენი. მაგრამ ბელორუსები, ვისაც ეწოდება დღეს და უკრაინელების უდიდესი ნაწილი, ყოველ შემთხვევაში მე-14-მე-15 საუკუნეში და მათ შორის არც გალიციელები, რომლებიც მერე გაკათოლიკდნენ, უკვე აი მე-17 საუკუნეში, მაშინ ინარჩუნებენ მართლმადიდებლობას და მთელი ყურადღება აქვთ მათი რელიგიური, ასე ვთქვათ, ცენტრი არის კიევის მიტროპოლია. და კიევის მიტროპოლია შედის კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში. ანუ მაგრამ წირვალოცვის ენა არის არაბერძნული, არამედ ასე ვთქვათ, ეგრეთ წოდებული სტარასლავიანსკი, ანუ ძველ სლავური საეკლესიო ენა. ახლა კითხავს ვეთქვი მოვახსენებ, რომ სხვა შორის სახარება პირველად რუსულ ენაზე მხოლოდ მე-19 საუკუნეში ითარგმნა და დღესაც კანონიკურად აი სალიტერატურო ტოლსტოის და დასტოევსკის ენაზე თარგმნილი სახარება კანონიკურად არანაირად არ ითვლება. დღესაც თვით რუსულ ეკლესიაშიც ერთადერთ კანონიკურად სწორედ სტარასლავიანსკი ითვლება, რომელიც სტარასლავიანსკი, ანუ ძველ სლავური ქრისტიანული ენა იყო სწორედ ლიტვის დიდი სამთავროს სახელმწიფო ენა. რა სიტუაცია გვაქვს აი ამ დროს და იქ არავითარ მე-14-მე-15 საუკუნეებში მართლმადიდებელ ქრისტიანებს არავინ არ დევნიდა. მირით დომინანტი მდგომარეობაც კი ეკავა. მეორე მხრივ გვაქვს მონღოლური რუსეთი. აი ამ პერიოდში უკვე მართლაც ვლადიმირის დიდ სამთავროს ფარგლებში პირველობს მოსკოვი, უკვე ივანე მრისხანეს ბაბუები და ბაბუის დიდი მამები, ანუ ისინი არიან სათავეში, თქვათ ხო, ვინც უკვე ვიცით ჩვენ, ცნობილი ივანე კალითა, დიმიტრი დონელი, თქვათ ვასილი პირველი, ვასილი მეორე, ვასილი მესამე, იგივე ივანე მეოთხე, ხო, უნდა მოვიდეს და მეფობა მიიღოს, მაგრამ ამ სამყაროში 1480 წლამდე რა თქმა უნდა დომინირებენ მონღოლები. წესები მონღოლურია, არისტოკრატიაშიც უკვე ძალიან დიდი დოზით არიან მონღოლური წარმოშობის პერსონები, დაწყებული თქვა ისტორიკოსი კარამზინის გვარი ყველა ვიცი და რა შორს მიდივარ, რუსეთში მეფობდა ბორის გოდუნოვი.
ანდა ბეგბულატოვიჩი თქვა ვისაც სტარტი დაუთმო იგივე ივანე მრისხანემ ყველა ვიცით დოსტოევსკების გვარი ყველა ვიცით და თვითონ ამტკიცებდა დოსტოევსკი რომ და ეს სტატისტიკებიც წარმოშობით იყვნენ მონღოლები და რა ქვია ივანე მრისხანე თვლიდა რომ დედით ის მონღოლური რა ქვია წარმოშობის გვარს ეკუთვნოდა მიუხედავად მათი სლავური ხმოვანების და რაშოს მიდივართ ხო რასპუტინის ცნობილი მკვლელი იუსუპოვი ასევე სწორედ ერთ-ერთი დიდი ნოიონის შთამომავალი თითულება ასევე ცნობილი ერმოლოვი და პირდაპირ ჩვენ შეგვიძლია ჩავთვალოთ ეხლა რომ დავიწყოთ საუბარი ათეულობით შეიძლება ასეულობით გვარი დავასახელო ცნობილი რუსების რომლებიც თავს თვლიდნენ და დიახაც მტკიცდება რომ მონღოლური წარმოშობის იყო ელიტაში და ეს ჩვეულებრივი მოვლენაა თქვა მოსკოვის რუსეთში ამ დროს რადიკალურად განსხვავებული სურათია კიევში ოღონდ რა არის ეკლესიურად ყველანი ესენი იგივე მოსკოველი თქვა ქრისტიანი რუსები თუ კიეველი ემორჩილებიან კიევის მიტროპოლიტს აი აქ უკვე მე-15 საუკუნეში ხდება პირველი სერიოზული განხეთქილება რა მომენტი იყო თანდათანობით ძალიან ხშირად ხდებოდა რომ კიევის თქვა მიტროპოლიტები მოსკოვში ცხოვრობდნენ იმიტომ რომ რა თქმა უნდა მონღოლური უღელი მე-15 საუკუნეში უკვე შესუსტებულია და ერთგვარი კომფორტიც იყო იმიტომ რომ სწორედ მე-15 საუკუნეში ეს კათოლიკეების და კათოლიკური სამყაროს ასე ვთქვათ ძლავრობა დაიწყო ლიტვის დიდ სამთავროში და ეგრედან გამომდინარე გარკვეულ კომფორტს გრძნობდნენ მაგრამ აი დგება ეს ცნობილი ფერერა ფლორენციის კრება რომელზეც კიევის მიტროპოლიტი ისიდორი არის ერთ-ერთი მთავარი მომხრე იმისა რომ შედგეს ეს ალიანსი და კონსტანტინოპოლი გადარჩეს და აი ამ პერიოდში მოხდება ისე რომ კიევის მიტროპოლიტი ძალიან დიდ წარმატებას მიაღწევს თქვა ევროპულ ასპარეზზე ის ერთი პერიოდი კონსტანტინოპოლის პატრიარქის მოვალეობასაც კი ასრულებდა იყო ლიტვა თანამედროვე ბელორუსიის და საერთოდ ყველა მართლმადიდებელთა მეთაური და ხელმძღვანელი და ამ დროს მოსკოვი უარს იტყვის და 1458 წლიდან იონას მიანიჭებს მოსკოვის მთავარი მოსკოვის მიტროპოლიტის ტიტულს კონსტანტინოპოლისგან დაუკითხავად ეს არის სქიზმა შესაბამისად კონსტანტინოპოლი მას განკვეთს და 1458 წლიდან 1599 წლამდე რუსული ეკლესია ანუ მოსკოვის ამიტროპოლიტო იყო განკვეთილი და სქიზმატური ხოლო კიევის მიტროპოლია რჩებოდა ჩვეულებრივ მართლმადიდებელ მიტროპოლიად და ძალიან ძლიერი რამ იყო მაგრამ 1599 წელს ივანე მრისხანეს გარდაცვალების შემდეგ როდესაც ვითომ მეფობდა მისი შვილ თეოდორე და ფეოდორი იგივე თქვა რუსულით ქართულად თეოდორე უფრო გამოდის და რეალურად ქვეყანას მართავდა თათრული წარმოშობის ბორის გოდუნოვმა მოისყიდა კონსტანტინოპოლის პატრიარქი იერემი მეორე, რომელი პატრიარქიც კონსტანტინოპოლის პატრიარქის ტახტზე აიყვანა მისმა ბიძაშვილმა ოსმალეთის იმპერიაში ყველა იმპერიოდში ცხოვრებ მართლმადიდებელთა მილეთის ყველაზე გავლენიანმა კაცმა მიხეილ შაითანოღლუმ, ანუ მიხეილ სატანის შვილმა. ნამდვილად კანტაკუზენი ჰქონდა, მაგრამ სატანის ძეს ეძახდნენ ბერძნებიც და ოსმალებიც, იმიტომ რომ იყო ძალიან მზაკვარი, მეკრთამე, კორუმპირებული მოკლედ. აი პირდაპირ ოფიციალურად სულთანიც კი რა ქვია შეითანოღლუს ეძახდა და ამ შეითანოღლუს მიერ შექმნილმა პერსონამ ფული აიღო და არც არ დამალული ძალიან დიდი ფული აიღო ბორის გოდუნოვისგან და თეოდორესგან და სქიზმაში მყოფი განკვეთილი მოსკოვის მიტროპოლია არათუ დააბრუნა თქვა და ევქარისტიული კავშირი აღადგინა, არამედ პატრიარქობა მიანიჭა. და 1593 წელს მოსკოვიდან ბორის გოდუნოვს არ ეშლებოდა ესეთი რაღაცები. დიდძალი საგანძურები გააგზავნა სხვა საპატრიარქოებშიც და კონსტანტინოპოლს შეიკრიბა იერუსალიმის კონსტანტინოპოლის გარდა იერუსალიმის, ანტიოქიისა და ალექსანდრიის პატრიარქების და მათ ცნეს რუსული ეკლესიის, ესე იგი ევქარისტიული კავშირის აღდგენაც, ავტოკეფალიაც და პატრიარქობაც. ესე დაიბადა 1599-93 წლებში რუსეთის საპატრიარქო.
ხოლო ამის რა თქმა უნდა ამან ძალიან ასე იგი დაძაბა ურთიერთობა აი უკრაინის ქრისტიან მართლმადიდებლებსა და მოსკოვის შორის და რატო? იმიტომ რომ კიევის მიტროპოლიტი ეწოდებოდა ეს მიტროპოლიტ კიევსკი გალიჩა ევსია რუსი ანუ კიევის გალიჩის ანუ გალიციის და სრულიად რუსეთის მიტროპოლიტი. ამ დროს მეორე კაცია ვინც იძახის რომ არ რუსეთის პატრიარქი. ეს უკვე იყო აბსოლუტური შეუსაბამობა და ეს გარკვეული დაპირისპირებები გრძელდება შემდგომ პერიოდშიც ჩვენ ვიცით იქ მე რუსეთში სმუტაა დიდი არეულობაა და ასე შემდეგ მე-17 საუკუნის დასაწყისში და მე-17 საუკუნის შუა პერიოდში იწყებს ასე ვთქვათ ეკლესიის რეფორმირებას რუსეთის მეფე ალექსი რომანოვი და მის პატრიარქია ნიკონ და ისინი ეყრდნობიან სწორედ კიევის პეჩორის მონასტერსა და კიეվել სამღვდელოებას იმიტომ რომ მართალია პატრიარქი კი ყავდა რუსეთს და ერქვა რომ საპატრიარქო იყო ну თვითონ პატრიარქად ითვლებოდა ნიკონი მაგრამ საყარების ტექსტები იყო შეცვლილი რეალურად ხო ქრისტიანობა აღარ გამოდიოდა აი ამ რასკოლის პერიოდში ძალიან დიდი პროცენტით კიევის სამღვდელოების და ამ პერიოდს ემთხვევა კიდე გარკვეულწილად კათოლიკური პოლონეთის ძალმომრეობა უკრაინის ტერიტორიაზე რაც პრინციპში უბიძგებდა იქაურ თქვა სამღვდელო ელიტას რომ რატომაც არა ხო თუ თქვა რეფორმას ატარებინებ და მოსკოვში იწვევ რატომაც არ უნდა ჩაეტარებინათ რასაც მოყვა უკვე რუსულ მოსახლეობაში სამღვდელოების ნაწილში ანუ თანამედროვე რუსეთს გულისხმობდა განსაკუთრებით ქონდა აბენაში რასკოლი და არის მონაცემები რომ 5-10% კი არ გახდა სტარავერი და ანუ რასკოლნიკი და გამოიყო ოფიციალურ რელიგიას არის მონაცემები რომ შეიძლება შეფარულად ქვედაფენის 80% რუსეთის მოსახლეობის რასკოლნიკი იყო ანუ ფორმალურად ცნობდა ვითომ ოფიციალურ ეკლესიას და სინამდვილეში თავის რელიგიურ რიტუალებს ინარჩუნებდა და ესენი იყვნენ სტარავერები, სტარააბრიაცები, რომლებიც პრაქტიკულად უკვე გასული არიან კანონიკიდან და კაცმა რო თქვას, ну რა თქმა უნდა ეს ერესია ჩვეულებრივი, მაგრამ იყო ამ ერესში კიდევ უფრო გაღრმავებები, მაგალითად ისეთი როგორც იყო ხლისტები და რა თქმა უნდა ეს უკვე არის გაქცევა ქრისტიანობიდან. ჩვენ ვღებულობთ როგორც სურათს. ანუ გარკვეულწილად მე-17 საუკუნის შუა ნახევარში მოსკოვის ასე ვთქვათ ხელისუფლება ცდილობს რომ დაუკავშირდეს იმ დრო აშკარად უფრო განათლებული კიევის სამღვდელოება და გარდა ამისა. და სმუტა რომ დამთავრდა რუსეთში და რომ გადარჩა საერთოდ მე-17 საუკუნეში რუსეთი ამ უბედურებას რომელიც კლიმატურ ცვლილებებთანაც იყო დაკავშირებული და ძალიან სერიოზულ პოლიტიკურ კრიზისთანაც და დინასტია შეიცვალა რომ და მოვიდა ახალი დინასტია რომანოვების ერთ-ერთი მთავარი დასაყრდენი აღმოჩნდნენ კაზაკები აი ეს კაზაკები რომლებიც უკრაინასა და რუსეთს შორის ცხოვრობდნენ და კაზაკური ფენომენი როგორც კარგი სამხედრო ფენომენი ძალიან საინტერესო გახდა და აი აქ ვაწყდებით რას მე-17 საუკუნის მიწურულს მოხდება რამდენიმე მოვლენა, რომელიც აი პრაქტიკულად მე-20 საუკუნემდე მთლიანად განსაზღვრავს რუსულ-უკრაინული ისტორიის ელფერსაც და ძირითად ხაზს. 1693 წელს ვენაზე, ავსტრიის დედაქალაქ ვენაზე ქონდა ალყა დარტყმული რა ქვია, ოსმალეთს თითქმის 200,000-იანი არმია ყავდა, მაშინ სულთანი იყო მეჰმედ მეოთხე და ეს ჯარი განადგურა და ამაწყდა და უკუაგდო ერთის მხრივ კლიმატმა, მაგრამ მეორეს მხრივ პოლონეთის არჩეულმა მეფემ იან სობესკიმ, რომლის 25,000-იან არმიაში ძალიან დიდი პროცენტით იყვნენ კაზაკები და დიახ, ჩვენ ახლა თანამედროვე გაგებით რასაც დავარქვევდით უკრაინელ კაზაკებს, რომლებიც ძალიან სერიოზული დარტყმა მიაყენეს ოსმალეთს და აქედან მოყოლებული ოსმალეთი იწყებს მიწების დაკარგვას და ეს ომი რომ დამთავრდება კალოვის ციცავით, პირველად დაკარგავს უნგრეთსაც. ამან რა თქმა უნდა მეჰმედ მეოთხე ძალიან დააშინა, მის თვითმიზანი გახდა რომ უკრაინა მაქსიმალურად მოწყვეტოდა იგივე რეჩპოსპოლიტას და წინადადება რომელიც მოდიოდა მოსკოვის სამთავროდან, ну სამეფო კი ქვია უბრალოდ უკვე რა ქვია ივანე მლისხანის მერე, მაგრამ რეალურად ეს ჯერ კიდე ჩამოყალიბებული ბომბე ქვეყანა არ არის. ფორმალურად მეფეებად ითვლებიან მცირეწლოვანი პეტრე პირველი და მისი ძმა ივან მეხუთე და მართავს დედოფალი სოფია მათი უფროსი და თავის საყვარელ გოლიცინთან ერთად და მათი თხოვნებით და ვთქვათ ფინანსური შეთავაზების შედეგად კონსტანტინოპოლის პატრიარქ დიონისი მეჰმედმა აიძულა
რომ მას დროებით კიევის ეპარქია იქ გადაეცა მოსკოვისთვის. და ესე აღმოჩნდა 1686 წელს კიევის ეპარქია მოსკოვის ხელში. რატომ? იმიტომ რომ მაქსიმალურად ჩამოეშორებინა თქვათ რეჩპოსპოლიტისგან და საღვთო რომისგან უკრაინელი კაზაკები, რომლებიც მას პრობლემას უქმნიდნენ. აი ეს გათამაშდა 1688 წელს. რა თქმა უნდა, ამის შემდეგ მთლიანად რუსული ეკლესიის სათავეში მოექცნენ უკრაინელი სამღვდელოება. 90% რო ავიღოთ, აი ცნობილი რუსი სასულიერო პირების წარმოშობით უკრაინელია, მათ შორის ბოლო პატრიარქის ტახტის ასე ვთქვათ, თანამოსახვე, მისი გარდაცვალების შემდეგაც პეტრე პირველმა საერთოდ პატრიარქობა გააუქმა. კიევის ცნობილი მიტროპოლიტი სტეფანე იავორსკი საკუთრივ პოლონეთის ტერიტორიაზე იყო დაბადებული და მეტიც. ამ დროს ხდება და იწყებს დაწინაურებას პეტრე, რომელიც ეყრდნობა ახალ ხალხსაც, ხო? და ძირითადი ნაწილი იმ ადამიანების, ვინ ჯერ პეტრეს და ეკატერინეს დროს წინაურდება, არის ყოფილი კაზაკები, გვარებს გეტყვით ორლოვები, რაზუმოვსკები, რომლებიც და არა მარტო ესენი უამრავია, წარმოშობით სწორედ უკრაინელი კაზაკები არიან. მოგეთ ესეთი რაღაც მივიღეთ. მე-18 საუკუნის დასაწყისიდან რუსეთის სამღვდელოების სათავეში მოდის კიევური სასულიერო ფენა, რუსეთის ელიტაში ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ იყო ძალიან ბევრი წარმოშობით ვიკინგი, გერმანელი, ქართველიც, თათარიც, მაგრამ ბალტიისპირელიც, პოლონელიც, მაგრამ საკუთრივ სლავი ელიტა 90% დაკომპლექტებულია პეტრეს მერე უკვე კაზაკურ უკრაინული წარმოშობის ხალხით. რა თქმა უნდა, ეს მერე თავის ძალიან დიდ როლს ითამაშებს იმ პროცესებში, რომელიც რუსული რევოლუციის დროს მოხდება მერე საბჭოთა პერიოდში და სხვათა შორის ამისი გაგრძელება თანამედროვე პროცესი შეიძლება იყოს და ამაზე მომავალში ვისაუბრებ. დღეს უბრალოდ ჩვენ თქვით რომ რასთან ქონდა საქმე, რომ მე-13 საუკუნიდან მე-17 საუკუნის მიწურულამდე, მე-18 საუკუნის დასაწყისამდე რადიკალურად გამიჯნული იყო ერთმანეთისგან ორი სამყარო. ეს იყო მონღოლო-რუსული და თქვათ ევროპულ-რუსული სამყარო. ევროპულ-რუსულში გულისხმობ ბელორუს, უკრაინას და მონღოლო-რუსეთში თქვათ ეგრეთ წოდებულ მოსკოვიას და თქვათ მერე რასაც რუსეთის სამეფო ეწოდებოდა. მე-17 მიწურულს ხდება მათი გაერთიანება, მაგრამ არა შერწყმა. გარკვეულწილად ქვედაფენას თუ მოსახლეობის ეთნიკურობით შევხედავთ, აი სლავურ-რუსული მოსახლეობა, რომელიც თანამედროვე რუსების 90%-ია, იყო მაშინ ყმაგლეხის მდგომარეობაში მოქცეული. ელიტა იყო ძირითადად უცხოური, რომელთა დიდი ნაწილი შემდგომში რევოლუციის მერე გაიქცევა რუსეთიდან, ხოლო ელიტის წმინდა სლავურ ნაწილს შეადგენდა უკრაინული წარმოშობის, ანუ ევროპულ, ასე ვთქვათ, ლიტვის დიდ სამთავროში საუკუნეების მანძილზე ცხოვრები და განვითარებული ფენომენი, სეგმენტი, რაც რა თქმა უნდა, აი ეს პროცესი შინაგან კონფლიქტურობას უეჭველი ატარებდა და რამაც თავი იჩინა დღეს.